who are you? The proud Lord said that I must bow so low. Only a cat of a different coat, that's all the truth I know. And a coat of gold or a coat of red, a lion still has claws. And mine are long and sharp, my Lord, as long and sharp as yours. ეს X Factor-ია, ქართულ ტელესივრცეში ნომერი პირველი შოუ. მხოლოდ აქ მოდიან სტუმრად მეგა ვარსკვლავები. აი ძალიან გული მაქვს თქვენთვის. დღეს X Factor-ში ახალი ეტაპი იწყება. გადამწყვეტი ტური ნახევარფინალამდე. დღეს ხალხი და ჟიური 5 ნახევარფინალისტს გამოავლენს. უფრო მოულოდნელი, უფრო დაძაბული, როგორც დაფიქრდებოდი. არა უშავს. უფრო ემოციური სანახაობა. ჩემგან მხოლოდ ქებას იმსახურებ. არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. 5, 4, 3, 2, 1. X Factor-ი იწყება. ისევ დღეს ისევ ორშაბათია და რა თქმა უნდა რუსთავი 2-სა და მაგდის ერთობლივი სუპერ მეგა გეგა პროექტი დაბრუნდა. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ესეთი აპლოდისმენტებისთვის და ესეთი დახვედრისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ვირჩევთ ნახევარფინალისტებს. ჩვენი კონკურსანტები უკვე სცენაზე არიან და გთხოვთ ხუმხარი აპლოდისმენტებით მივესალმოთ მათ. გოგოები, ბიჭები! ერთი მომღერალი 25 წელს ზემოთ და ვოკალური ჯგუფი. დღეს X Factor-ში ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღის ბოლოს 5 ნახევარფინალისტი გვეცოდინება. წესები იგივეა, 6 კონკურსანტიდან 2, რომელსაც თქვენ გაყოლაზე ნაკლები მხარდაჭერა და შესაბამისად ნაკლები ზარი ექნება, გახდება აუთსაიდერი, რომელთაგან უკვე ჟიურის წევრებს მოუწევთ ერთის გადაყვანა, ანუ ნახევარფინალში მოხვედრა. მაშასე შევეგებოთ ჟიურის წევრებს. გიორგი გაბუნია, თამთა გოდუაძე, სოფო ტოროჩელიძე და სტეფანე. აბა წარმატებები. დაიკავოთ თქვენი ადგილები. მე მინდა თქვენ წარმატება გისურვოთ თქვენს კონკურსანტებთან ერთად. დააბრძანეთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მხოლოდ თქვენი ზარებით შეიძლება ეს კონკურსანტები მოხვდნენ ნახევარფინალში. მით უმეტეს არც ერთი ჟიურის წევრს არ უნდა იყოს თავისი კონკურსანტის გარეშე, განსაკუთრებით ეს ეხება სოფო და თამთას, რომლებიც თითო კონკურსანტით არიან დარჩენილები, ასე რომ იაქტიურეთ რაც შეიძლება მეტი. აუცილებლად იაქტიურეთ, რადგან თქვენ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მენტორი კონკურსანტებთან ერთად გამარჯვებამდე მიიყვანოთ. მე აქვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მაგთის, რომელმაც გახსნა ხაზები ყველა ქსელისთვის, რათა თქვენ გქონდეთ საშუალება, რომ უგულშემატკივროთ თქვენს ფავორიტს. თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს როცა გვაქვს არაჩვეულებრივი პრიზები, გამარჯვებული Hyundai-ისგან მიიღებს ახალ 2014 წლის ბიზნეს კლასის ავტომობილს Hyundai i40. ასევე არაჩვეულებრივი პრიზი დააწესა დეველოპერულმა კომპანიამ Redcom, ეს არის ბინა გუდაურში. და კიდევ ერთი პრიზი ჩვენი გენერალური სპონსორისგან VTB ბანკისგან, არაჩვეულებრივი ერთკვირიანი სრული საგზური პარიზში, Rock Festival-ზე Rock and Seine, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავი გამოდის.
და ჩვენი X Factor-ის გამარჯვებული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის გახსნაზე იმღერებს. მოგეთ, სანამ კონცერტს დავიწყებთ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს ვიდეოები და დღევანდელი ვიდეოები ძალიან საინტერესოა და სახალისო, იმიტომ რომ ისინი ჩვენი კონკურსანტების ბავშვობაზეა. პირველი კონკურსანტი კი იქნება სალომე ტეტიაშვილი. გაჩნდა 4 კილო და 400. ძალიან კარგი გასაზრდელი ბავშვი იყო. ჩაუდებდი ბოთლით მაწონს, აიღებდა იმ ბოთლს, ჭამდა და იქვე აყირავდებოდა და იქვე ეძინა. ძალიან მალე დაიწყო ღიღინი თავისთვის. ძალიან აქტიურად ვიყავი ხოლმე ჩაბმული რაღაც ზეიმებში და პატარ-პატარა კონცერტებში, რაც ბაღში იმართებოდა. მახსოვს ერთხელ ზეიმზე მქონდა რაღაც როლი, ფუფალას როლი. სიმღერას ერქვა ფუფალას მოდა და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ესეთი იყო. მოდა, ფუფალას მოდა, საწყალს პომადაც არ ქონდა. ფილარმონიის სცენაზე დგომა სიმღერა იყო მისი ოცნება და ეს ოცნებაც აისრულა და ძალიან მიხარია. Young girl, don't cry. I'll be right here when your world starts to fall. Now, young girl, it's alright. Your tears will dry. You'll soon be free to fly. Now, when you're safe inside of your the dream of a place where nothing's harder than it seems. No one ever wants to bother to explain all the heart that love can bring in, what it means when there's no one else. Look inside yourself like your oldest friend, just trust the voice within. Then you find the strength that will guide you where you will learn to begin to trust the voice within. Life is a journey, it can take you anywhere you choose to go. As long as you're learning, you'll find all you ever need to know. Breaking, you make it. Just don't forsake it, because no one can stop you. You know that I'm talking to you. When there's no one else, look inside yourself like your oldest friend. Just trust the voice within. Then you find the strength that will guide you where you will learn to begin to trust the voice within. Young girl, don't cry. I'll be right here when your world starts to fall. დავედით ესენი. მადლობა გეგა. გავერთეთ. სალომე, ბრავო. ორივე წლებში. არა ჩვეულებრივი იყო. მოდი დავიწყოთ და გადავიდეთ ჟიურისთან. სტეფანე გისმენ.
სალომე ჩემო ლამაზო, მესმის რომ ძალიან რთულია ესეთი შოუების გახსნა, მით უმეტეს ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. რა თქმა უნდა, სიმღერაში იყო ხარვეზები, თუმცა მე ვთვლი, რომ იმდენად ლამაზი იყავი და იმდენად ხასიათში იყავი, რომ რაღაც მომენტში ამ ყველაფერს ფარავდი და თუ მაყურებელი თვლის, რომ კიდე უნდა გიხილოს, მე იმას გავამხელ, რომ სალომე მე მთხოვა, მთელი ცხოვრება ოცნებად მაქვს ვიტნი ჰიუსტონის ერთი ულამაზესი სიმღერა, რომელიც ასევე მომასმენია და პრინციპში მე ძალიან მომეწონა და თუ აი უნდათ რომ სალომეს ოცნება მოისმინონ საოცნებო სიმღერა შემდეგ ტურში დაუდგნენ სალომეს გვერდში, ამის თქმა მინდა მხოლოდ. მადლობა სტეფანე, გიორგი გისმენთ. როგორ შეაფასებ სალომე? მე პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ნიჭიერი კონკურსანტები დაგვრჩნენ, გაითვალისწინეთ, რამხელა გზა გავიარეთ. ჩვენ ათასობით კონკურსანტიდან რომელმაც კასტინგები გაიარა, დაგვრჩა აი ეს 6 ადამიანი, ასე რომ სწორედ მათი ნიჭიერების და იმ დიდი შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა ის, რომ X Factor-ი მას შემდეგ რაც ეს გადაცემა დაიწყო და გავიდა პირველად ეთერში, X Factor-ი არის ქართული ტელესივრცის ნომერ პირველი გადაცემა, უცვლელად და სტაბილურად. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ეს არის ამ ნიჭიერი ადამიანების და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დიდი დამსახურება, ამიტომ ცდუნება ძალიან დიდია და ჩვენთვის კომფორტულიც არის, რომ ცუდი არაფერი არ ვთქვა და მხოლოდ კარგი ვისაუბროთ, მაგრამ ასე სად არის? ასე სად არის? ნახე საიდან შემოუარა. ცოტა შხამი დავლიე და ახლა გავაგზელებ საუბარს. გადაუსხით ეს შხამი ამას. მე სალომე უბრალოდ გირჩევდი ხარვეზებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გირჩევდი უბრალოდ იმას, რომ ის რაც შენი პლუსია, ბევრი შესრულების შემდეგ გარკვეულწილად მინუსად არ იქცეს. პირველ ეფექტს შენ ყოველთვის ახდენ, ჩვენ ეს ყველას გვაქვს აღნიშნული იმ დიდი ემოციური და ცოტა შეიძლება ტრაგიკული სიღრმით, რომელიც გადმოგაქვს შენ სიმღერაში, მაგრამ მე როდესაც ვისმენ შენ სიმღერებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი ეს ემოცია ერთი და იგივე რჩება ყველა კომპოზიციაში. არ იცვლება, ამიტომ მე გირჩევდი, რომ უფრო მეტი ნიუანსები აღმოაჩინო შენს შინაგან ბუნებაში, რაც შენ დარწმუნებული ვარ, რომ გაქვს და უფრო მრავალფეროვანი გახადო ემოციურად შენი ნამღერი. რაც უფრო საინტერესოს გახდის შენ შესრულებას ყოველთვის მაყურებელს. მადლობა გიორგი, თამთა გისმენ. სალომე, საყვარელი. პირველად გნახე არათავდაჯერებული შენ სცენაზე და მე ეს არ მომეწონა საშინლად, იმიტომ რომ შენში ერთ-ერთი თავარი რაც მომწონს ეს არის რომ რასაც არ უნდა მღერო და ყოველთვის თავდაჯერებული ხარ და დღეს ცოტა ეს დაიკარგა და მე ვთვლი რომ ცოტა ჩემი საყვარელი მეგობრის ბრალია, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს სიმღერა არ იყო სალომესთვის, მაპატიე სტეფანე და ვთვლი რომ თვითონ ვერ გძნობდა თავს კარგად და ეს სამწუხაროდ მე დავინახე, იმედია ხალხმა ვერ დაინახა. საყვარელი მომღერლის ვერსია არის და ბავშვობიდან ისმენს ამ მუსიკას, მის ჰიუსტონს რომ მისცემ და სალომეს მოწონებული სიმღერა იყო ეს და ვთვლი რომ მესმის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბევრი რაღაც მოგწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის სიმღერა ყოველთვის შეგვიძლია და უნდა ვიმღეროთ. ასე რომ იმედია გადავა და შემდეგ ტურზე იმღერებს იმას, რაც კარგად გამოსდის და არა უბრალოდ რაც უყვარს. მადლობა თამთა. სოფო, შენს გითხარი. მე აღარ დავიწყებ ბევრ კრიტიკას და ზედმეტად ეხა სალომეს რაღაცა მოწყენილი სახეს ყურება არ მინდა, უბრალოდ ნამდვილად დავეთანხმები მინდოდა მეთქვა, რომ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ სალომემ ეს სიმღერა ვერ მოირგო და განსაკუთრებით დასაწყისში ცოტა რაღაც ქართული ტრადიციული ესეთი სიმღერის მანერა დაკრავდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ალბათ მეც მივმართავ სტეფანეს, რომ ეს მენტორიდან გამომდინარეობს და არა სალომესგან და აღარ ბევრს არაფერს აღარ ვიტყვი, უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომეს აქვს ის უნარი, რომ რაღაცას რომ ეტყვი, მიაქცევს ყურადღებას და ამას გაითვალისწინებს და შემდეგ ტურში ამას გვაჩვენებს. შეიძლება რეზუმე დავამატო, რომ აღმოჩნდა, რომ ჩემი ბრალია, რადგან ამდენი ადამიანი ამბობს, ხო იცი, რომ იძახიან რაღაცას ვიტყვიო, მაშინ აღარ გავაგრძელებ იმ ხუმრობას. უბრალოდ ვიტყვი, რომ რადგან ჩემი ბრალია და შემდეგ ტურში მართლა სალომეს ვაძლევ იმის საშუალებას, რომ რაც გულით უნდა ბავშვობიდან, მაშინ არავითარ შემთხვევაში ამის გამო უკან არ დაიხიონ და დაურეკონ სალომეს ყველა ვარიანტში თუ შეიძლება. ეხლა უფრო მეტად გაძლიერდით სალომეს გულშემატკივრებო და უფრო მეტად დაურეკეთ სალომეს თუ შეიძლება. დიდი მადლობა ჟურის წევრებს, როგორც იგრძნობა უკვე მენტორებს შორის კონკურენცია გაცხარდა. მე კი მაყურებელს მოუწოდეთ იმისათვის, რომ სალომე გარანტირებულად იყოს ნახევარფინალში, უნდა აკრიფოთ ნომერი 09333307, რაც შეიძლება ბევრჯერ. გამხნევდით სალომეს გულშემატკივრებო, აუცილებლად დაურეკეთ, რადგან დღეს ვირჩევთ ნახევარ ფინალისტებს და
თუ გინდათ რომ სალომე იხილოთ ნახევარფინალში აუცილებლად უნდა დაურეკოთ. აპლოდისმენტებით გავაცილოთ სალომეს სცენიდან. მე წარმატებას გისურვებ სალომე. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის ტექნიკის სახლი OK, რომელიც არის საქართველოში Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გავაგრძელოთ. შედეგი კონკურსანტი სოფი სააკაშვილი. სოფი დაბადებიდან ძალიან მუსიკალური იყო. მაშინვე შევამჩნიე, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმის ტემბრი ჰქონდა, როტიროდა, ესე ზარივით ხმა ჰქონდა. ძალიან მიყვარდა ფრანგული რაღაც თოჯინა იყო, სუზანა ერქვა. ყველაფერს უკეთების სახელი ჰქონდა თავისი ყველაფერი. ძალიან მიყვარდა ის თოჯინა, აი გიждდებოდი იმ თოჯინას. ჩემი მამიდაშვილი მეუბნეო, რომ ნუ ელაპარაკებიო. ეგო პლასმასიაო რა, ეგო მაინც არ გისმენსო და ისევ ტიროდი ხოლმე, რომ როგორ არ მისმენს მეთქი. ხოშორ პირველად მაგან მითხა, რომ თოვლის ბაბუ არ არსებობდა. სოფო იყო 3 წლის, როდესაც მე ჩემი პირველი ალბომი გამოვუშვა. გადავწყვიტეთ, რომ სოფოსაც ემღერა ჩემთან ერთად, იმიტომ რომ იმდენად კარგად მღეროდა მაშინ მღერო. მახსოვს, რომ დედაჩემმა შემიკერა ის კაბა, რაც მისვა მეცთან. აი ეგ ლურჯი კაბა მახსოვს, ძალიან კარგად. მე ამ დროს არ ვიცი რას როგორი სახე მაქვს რას ვაკეთებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაყინული ვარ, არ შემიძლია. ალბათ მე ყველაზე კრიტიკულად ვაფასებ ხოლმე ჩემს შვილს. სამგოგო მეტი რა უნდა ბრავო, ბრავო, ბრავო სოფი, ბრავო. გიორგი, ისმენ, გიორგი. სოფი კიდე კონკურსში ხარ კაცო? იწყებთ, ხან იმით იწყებთ, ხან ამით. როგორ გვინდა ისე ვიწყებთ. წესით პირველ რიგში სტეფანეს უნდა კითხოთ, რომ კიდე არ გააგდოს კონკურსი. არა, იმას ჯობი არ კითხოთ ხოლმე ამას სოფისთან შედა იმითი არ დავიწყოთ, ამიტომ შენ გავიწყე. აუცილებლად მკითხავ, აუცილებლად ვიტყვი.
სოფი როდესაც გამოვიდა, პირველი რასაც ვფიქრობდი და ველოდებოდი, ვინანებდი თუ არა იმას, რომ წინა კონცერტის ბოლოს მე მას მივეცი ხმა, მას დავუჭირე მხარი და არა აკეს და ანას. მე? არ ვნანობ არც 1%-ით. სოფი უნდა იყოს კონკურსში და ის არის კონკურსში და მე იმედი მაქვს, რომ მაყურებელიც ამას მიხვდება. მე მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ იმას ყველაფერს, რასაც ადრე ვამბობდი ისევ სოფის შესახებ, იმასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სოფი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსანტია X Factor-ში. და მე იმედი მაქვს, რომ მაყურებელი მის ნამღერს არა მხოლოდ ყურებს, არამედ გულსაც გაუღებს. ნახოთ. კარგი. არ შეიძლება ხო რომ მე ვთქვა. დაიცადე ცოტა ხანი. პირდაპირ გიორგის მინდა გავცე პასუხი და გაცილდება. თქვი გაც. არა, ჯერ ერთი წინა იმას მინდა გამოვეხმაურო, რომ საიდან მოიტანა რომ მესია, დიდი მადლობა რომ სოფო შენ გადაგირჩენია თურმე და ნუ გასაგებია, მაგრამ ხალხის სახელით რატო ლაპარაკობს სოფო ვინმეს გულამდე თუ სხვა ორგანომდე მიდის, არ ვიცი, იმიტომ რომ ვინც ხვდება ქუჩაში, აბსოლუტურად ყველა მეუბნება რომ აბსოლუტურად ჩვენ გულებში იჭრებაო. და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი ხმამაღალს, ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მაგარი მომღერალია ამ შოუში. და თუ ვინმე საპირისპიროს დამიმტკიცებს, ნებისმიერ რაღაცაზე ვარ თანახმა. მთავარია დამიმტკიცეთ, რომ სოფოზე მაგარი მომღერალი ამ შოუში არსებობს და მგონი ეს შოუ არც სილამაზის კონკურსია, არც ინსტრუმენტალისტების, ეს არის მომღერლების შოუ და სოფო არის ყველაზე ძლიერი მომღერალი აი ამ შოუში. და შენ ამ ნამღერით, რომელიც მილიონი ვარიანტი მოგვისმენია ჩვენ ამ სიმღერის, დაამტკიცე რომ იმდენად მშვიდად და მსუბუქად იმღერე, რომ მე პირადად ესეთი ვერსია არ მომისმენია და დიდი მადლობა ამ იმედებისთვის, რომელიც გამეწევა თამთა. მე სოფის ვოკალურად ეხა კრიტიკას ნამდვილად არც დავიწყებ, ვერც დავიწყებ. სტეფანეს არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო, რომ ესეთი მომღერალი ალბათ პროექტს მართლა ამ დონის არ გააჩნია, თუმცა სხვებს სხვა რაღაცები გააჩნიათ, რაც შეიძლება სოფის არ კონდეს. მე შენიშვნას მაქვს მარტო რატომ მოგცემ, იცი რომ მე ისე მომწონს რომ იღიმები და ხშირ შემთხვევაში როცა მღერი ხარ, სულ რაღაც ისე ხარ. დღეს გამოხვედა ესეთი სევდიანი სიმღერა, ამ სიმღერაზე რომ მღერიან საერთოდ ტირია ხოლმე ეს მღერია და ისეთი მხიარული იყავი, წესთ არ მომწონებოდა, მაგრამ რაღაც ჩენი წინოდი მომეწონა ეგეც. კარგი იყავი, კარგი ხარ და იმედი მაქვს რომ გადახვა. სოფო გისმენ? სოფო ყოველ ჯერზე გვიმტკიცებს, რომ მისი ვოკალური მონაცემები არის დაახლოებით ჩვენი გალაქტიკის ხელა და ამჯერადაც ეს დაამტკიცა, რა თქმა უნდა და მხოლოდ რა შემიძლია თქვა, დაურეკეთ ამ ადამიანს, დაურეკეთ, რომ რაღაც გაუკველდებები არ მოხდეს. დიდი მადლობა ჯიურის წევრებს. მე კიდე მაყურებელს შევახსენებ, რომ იმისათვის რომ ეს სოფო აღარ იყოს აუთსაიდერებში და არ გადაკვერიოს სტეფანე და არ გადახტეს აქედან, დაურეკეთ ნომერზე 093330305. აუცილებლად დაურეკეთ, რომ აღარ ვიხილოთ ეს ადამიანი აუთსაიდერებში მორიგ ჯერზე და გადავიდეს ნახევარფინალში. ძალიან გთხოვთ ამას და გთხოვთ აპლოდისმენტები სოფოს და გავაცილოთ ეს სცენიდან. სოფო, გულით გისურვებ წარმატებას. ორმა კონკურსანტმა იმღერა, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. არსად არ გადართოთ, შემოდის მაგთის ინტერნეტ ოთახში, მისამართზე live.xfactor.g. ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ. უგულ შემატკივრეთ თქვენს რჩეულებს. ჯგუფი Sparkle. თორნიკე ყიფიანი. რუსთავიოვისა და მაგთის ერთობლივი პროექტი X Factor-ი დაბრუნდა და მეხუთე ლაივ კონცერტი გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარდგენია მაგთი, რომელიც ინტერნეტის გადარევულ მომხმარებელს სთავაზობთ არაჩვეულებრივ პაკეტს Ulimito Plus-ი, რომელსაც შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით ისარგებლოთ Facebook-ით, Instagram-ით, Twitter-ით და ასე შემდეგ. ჩვენი გენერალური სპონსორი გახლავთ VTB ბანკი, ქართული სპორტისა და კულტურის მხარდამჭერი. როგორც გითხარით, დღეს 5 ნახევარფინალისტი გამოვლინდება, ანუ 6 კონკურსანტიდან 2, რომელსაც თქვენგან ყველაზე ნაკლები ზარი ექნება, გახდება აუთსაიდერი, რომელთაგან ერთს ნახევარფინალში უკვე ხმათა უმრავლესობით გადაიყვანს ჩვენი ჟიური.
მე თქვენ კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებ და მაყურებელს მივმართავ, რომ გააქტიურდით და მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტს, მე როგორი არ დაგწყდეთ. თქვენ უკვე ნახეთ როგორი მხიარული ბავშვური ვიდეოები იყო ჩვენ კონკურსანტებზე და შემდეგი ვიდეო კი არის სამმაგი ბავშვობა, ჯგუფი Sparkle. ზეგი ნინი რო დაიბადა თუ არა დაიწყო სიმღერა. დაიბადა თუ არა და მღეროდა. ძალიან ხუჭუჭაცმებით იყო, შავი. ანი ძალიან თეთრი იყო. ანის ნახევრით იყო რომ დაიწყო რაღაცა სიმღერები და ისეთი სასაცილო იყო რა. აი ფორტეპიანოსთან რომ გავსვავდით ხოლმე, დაარტყავდა იქით, დაარტყავდა. ბებია, ბაბუა, ბაბუა. სალომე მოხდა აი სრულიად არა მუსიკალურ ოჯახში. სავარცხელს იღებდა ხოლმე ხელში და ვითომ მიკროფონი იყო, სადღაცაც ნახა. სიტყვებიც მახსოვს, მინდა მონდე, ქალაქო, აი ესეთი რაღაცებს თავისით. დადგებოდა ხოლმე ვითომ სცენაზე იყო, ეს ხდებოდა 2-3 წლის ასაკში. სამაგიეროდ, როგორი გოგოები გამოვიდნენ. როცა დაიწყება ამათ სიმღერა, არ მესმის, აი ვუყურებ, მაგრამ არ მესმის რა. მეცხედავ, ნერვიულობ. რაღაცა ის იმდენად ემოციების ქვეშ ვარ ხოლმე, რომ თითქმის არ მახსოვს რა, რა იმღერეს, როგორი იმღერეს რა. ჩვენს გოგოებს რომ საუბარჯოს. Each morning I get up and dial can barely stand on my feet. Even you know what you're doing to me. I've spent all my years of believing you, but I just can't get no relief. Love somebody, somebody, anybody find me somebody to love. Somebody to love, find me 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 somebody to love, somebody, 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 somebody. Anybody find me somebody to Bravo! აი რამდენს უყვარხარ. Bravo, გოგოებს. არაჩვეულებრივი სანახაობაც იყო ყველაფერთან ერთად დამეთანხმებით. გიორგი ისმენ.
ეფექტური გამოსვლა იყო, ნამდვილად ეფექტური გამოსვლა იყო. თავიდან ზედმეტად ჩაცმულები მომეჩვედეთ, მაგრამ მე რო შემოიხედა ეს დახეული ჯინსები რო დავინახე, მივხვდი რომ ეს ისევ ის სპარკლია. ხო, არა და მე ვთქვი უღალატეს ტრადიციას, მაგრამ არ უღალატა სპარკმა ტრადიციას. თან მე მინდა დაფასდეს ის შრომა, რომელსაც ეს გოგონები თავის მენტორთან ერთად გადიან, იმიტომ რომ მე ვიცი სოფო რამდენს მუშაობს და როგორ მუშაობს, გასამაგებული აქვს მას სამუშაო. ისედაც და რა თქმა უნდა გოგოებისთვისაც ძალიან რთულია მუდმივად ყველა კონცერტისთვის ასეთი გრანდიოზული ნომრების მომზადება. რამე ცუდი აუცილებელია რომ თქვა? არა. შხამი ხომ არ დავიმატო? არა, არ მინდა არაფერი ცუდის თქმა. მადლობა საკმარისი. მე მგონი გადასარევად გამოდის გრანდიოზულობის გაკეთება სტეფანე გისმენთ. მეც მომეწონა ძალიან, ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვი. ალბათ ძალიან კარგი სანახაობა იყო ტელევიზიით და თვითონ სიმღერა იყო ძალიან მომგებიანი და გოგოებო თქვენ მომწონხართ მე ძალიან. მადლობა სტეფანე, თამთა გისმენ. მე 4-ვე გოგოს დაუწერ ათქულას, იმიტომ რომ ვთვლი რომ არაჩვეულება ჩერჩეული სიმღერა იყო. გოგოები ძალიან მიყვარს და ძალიან კარგები იყვნენ. მეც მინდა ცოტა ადრე გაგეხადათ, ნამეტანი მოგივიდათ. ცოტა უფრო ადრე უნდა გაგეხადათ. კონცეფცია ხო მიყვარს როცა არსებობს კონცეფცია და ეს არსებობდა მიუხედავად რომ ზოგ შეიძლება მოეწონოს და ზოგს არა უკონცეფციაობას ჯობია რომ რაღაც არსებობდეს არაფერი არ მაქვს უდი სათქმელი არაჩვეულებრივი ვიყავით და წარმატებას გისურვებ სოფო როგორ მოგეწონეს შენი გოგოების გამოსვლა ძალიან ამაყი დიდი მადლობა გოგოებო და ვთვლი რომ ფრედი მერკურის და ქვინის სიმღერის შესრულება არ არის ადვილი განსაკუთრებით როდესაც სამი გოგო მღერის და არა ბიჭი, იმიტომ რომ თუმცა როგორც ჩანს ადვილი აღმოჩნდა. ყველა მიცის რომ ძალიან რთული. ძალიან ადვილი არის ფრედი მერკურის სიმღერა, იმიტომ რომ ტემბრალურად ძალიან ახლოს არის მაღალი ბგერები ქალებთან და ეს არის უადვილესი ქალებისთვის. ფრედი მერკურის სიმღერა. ვერაფრით ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ აქ არის ძარღვი ძალიან დიდი საჭირო და ძალიან დიდი ძალა, იმიტომ რომ გოგოსთვის ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა და გოგოსთვის ძალიან ადვილია იმ რეგისტრის სიმღერა და რეგისტრის მღერის ფრედი მერკურის რეგისტრი არ ყოფილა. მაშინ დადექი და ნახოთ, აბა. მე ვთქვი გოგოსთვის არის ადვილი. მოკლედ, მე ვარ ძალიან ამაყი და ძალიან დიდი მადლობა გოგოებო. როგორი კონკურენცია იგრძნობა რა კარგია როგორ მომწონსოდ იყურებთ. დიდი მადლობა ჟიურის წევრებს. მე მაყურებელს შევახსენეთ რა იმისათვის რომ ეს სამი არაჩვეულებრივი გოგო გარანტირებულად იყოს ნახევარფინალში უნდა აკრიფოთ ნომერი 093330306. პირველ გადაწყვეტილებას იღებთ ჯერ თქვენ, შემდეგ მენტორები, ასე რომ თუ გვინდა რომ ჯგუფის სპარკლ ვიხილოთ ნახევარფინალში აუცილებლად უნდა უგულშემატკირო და დაურეკოთ პირველ რიგში. გოგოებო, წარმატებები და გთხოვთ გავაცილოთ სცენიდან. მე შეგახსენებთ რომ მაგთი ყველას გაძლევთ ყველახის აბონენტს საშუალებას რომ დარეკოთ, ჩვენ კი გავაგრძელოთ და შემდეგი იქნება წინა კონცერტის ლიდერი თორნიკე ყიფიანი. ბავშვობა ძალიან განსხვავებული იყო თორნიკესი, ძალიან ფუტკუნა იყო დღევანდელთან განსხვავებით. სხვათა შორის ერთი მეზობელი იყო და ისეთი დინჯი დაჯდომა იცოდა. მინისტროს ეძახდა. მთელი ბავშვობა დავდიოდით და მთელი საქართველო მოვლიგა ხან მანქანით, ხან ფეხით და ხან ვირით. სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი იყო ყველაფერში. სპორტის ყველა სახეობაზე დადიოდა აბსოლუტურად. ჩოგბურთში გვეუბნებოდნენ რომ არაჩვეულებრივად კარგი მონაცემები აქვს და აუცილებლად გააგრძელებინეთო. მე შეიყვანა ბოქსზე. ფეხბურთზეც დადიოდა, მაგრამ გამოვიდა ისე რომ სპორტს არ გაყვან. შემდეგ შემასიანდა გიტარა მაპიდინა და იმის მერე წავიდა და წავიდა. როცა სცენაზე ვხედავ, ძალიანაც არ ნერვიულობ. მე ძალიან დიდი სიამაყით უყურებდი ჩემს შვილს და ძალიან მიამაყებდა რომ ესეთია.
against the wall. Your opinion, which is no consequence. Ambition makes you look pretty ugly. Kicking, squealing, Gucci little piggy. You don't remember. Why don't you remember my name? That I'm with this handman, I'm with this handman. Why don't you remember my name? I guess it down. Tom Yorken Ipiani. Bravo. Კაცლით, მიდით. ეს ყველაფერი შენ თორნიკე. ეხლა რამდენი საწყირი ხართ იმდენი ზარი. აუცილებლად უნდა დარეკოთ თამთა გისმენ? მე? დიახ. მეცა, თუ არ დაგიფაროს. მე ვთვლი რომ ეს სიმღერა არის ძალიან ემოციური და ვერც არ შეუძლია ამ სიმღერის შესრულება და მე ძალიან ამაყივარ რომ თორნიკემ ეს სიმღერა შეასრულა ამ პროექტში, მართლა ძალიან ამაყივარ. საერთოდ შენით ამაყივარ, მართლა. დაურეკეთ ყველამ თორნიკეს. მე ვიმოგზაურე სხვა პლანეტაზე შენთან ერთად. სადღაც სხვა გაწამიყვანე, იმედია სხვებიც წაიყვანე და იმათაც მოეწონათ და ყველა ეს ხალხი დაგირეკავს შენ. უღრმესი მადლობა წინასწარ. მადლობა თამთა. დიდი მადლობა საფო. შენ როგორ კმაყოფილი ხარ? ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა და სულ ეხლა როდესაც ვღეროდა თორნიკა, შეგრძნება მქონდა რომ მასში ცხოვრობს ბევრი მუსიკოსი და თითოეული მათთაგანი არის უნიჭიერესი და ამ ყველაფერს აერთიანებს ხოლმე და ძალიან მაგარი სიტყვებია. თამთას ყავს ერთი კონკურსანტი, მაგრამ თავარი ალმასი, რომელიც საბოლოო ჯამში ბრილიანტად გადაიქცა და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ თორნიკა. მადლობა. გაიცალა. კი, და აი ბრილიანტია უძვირფასესი. სტეფანე გისმენ? მეც მომწონს თორნიკე, ძალიან თორნიკეს მხარდამჭერი ვარ, წინა ლაივზე მაგალითად ფეხზეც კი ვიდექი, მაგრამ ამ გამოსვლაში კინაღამ მე მაპატიეთ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, კინაღამ ჩამეძინა კიდევაც.
იქიდან გამომდინარე, რომ მე მომეჩვენა ეს სიმღერა ზედმეტად ფსიქოდელიური, მით უმეტეს ამ ფორმატისთვის, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. მე შენ ფინალში მინდა ვნახო და მიმაჩნია, რომ თუ ბიჭმა უნდა მოიგოს ეს შოუ, რატომაც შენ არა. ამიტომ დიდი მადლობა და გიორგი. ბიჭები კონკურენტი მთავარი. არა და მე რომ სტეფანე ვიყო, ვიტყოდი, თორნიკე, შენ ისეთი კარგი ხარ, რომ სახლში ხარ გასაშვები. შენ საკუთარ ტემბრს მოუარე. და საკუთარ თავს მიხედე, სანამ მამიდიდან კიდე სხვა წევრებზე გადავედი თუ შეიძლება რა. მე ჯერ წინ მაქვს კიდევ ყველაფერი. საქმეს მიხედე და პირდაპირ საქმით დაკავდი თუ შეიძლება. დამკავდები რეკლამის შემდეგ. ხუმრობის გარეშე. ახლა მე ვფიქრობ თორნიკე, რომ შენ თვითონ იმდენად დიდი მოლოდინი შეუქმენი მაყურებელს, შენი ინტერპრეტაციებით მოულოდნელი სიმღერების აბსოლუტურად მაგალითად წინატურზე კაილი მინოუგის აბსოლუტურად მოულოდნელი ინტერპრეტაციით, რომ შესაძლოა დღეს ბევრი შენი მხარდამჭერი იმედ გაცრუებული დარჩენილიყო ამ სიმღერით. მე მომეჩვენა რომ სწავლე და შენაკეთებინებ ახლა შენებს და ისინი მე მომეჩვენა რომ თორნიკემ დღეს უფრო კარგი სიმღერით მოახდინა ეფექტი, ვიდრე ახალი ინტერპრეტაციით, რომელიც მან ამ სიმღერას თავისი შესრულებით შეძინა. რაზეც მიჩვეულია მაყურებელი, შეიძლება სხვა კონკურსანტისგან ასეთი მოლოდინი არ იყოს, მაგრამ თორნიკესგან ეს არ იყო ის, რასაც თუნდაც პირადად მე ველოდი. მადლობა ჟიურის წევრებს. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ყველა ქსელის აბონენტს მაგთი გაწევს ამის საშუალებით შეგიძლიათ აკრიფოთ ნომერი იმისთვის, რომ თორნიკე ისევ გარანტირებულად იყოს ნახევარფინალში. ეს ნომერია 09333308. გადავიყვანოთ კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ნახეთ, რომ წინა კონკურსზე თორნიკე იყო ლიდერი, ეს არნიშნავს იმას, რომ უნდა მოდუნდეთ პირიქით. მოისმინეთ უკვე ჟიურის აზრით და კიდევ უფრო მოგიწოდებთ, რომ გამხნევდით და უგულშემატკივრეთ თორნიკეს და დარეკეთ აუცილებლად, რომ ეს ადამიანი ვიხილოთ ნახევარფინალში. და წარმატებას გისურვებ და გავაცილოთ აპლოდისმენტებით. აპლოდისმენტებით. აქვე მინდა ვთქვა და აღნიშნე, რომ ჩემს დღევანდელ ჩაცმულობაზე, დიახ, ჩემს წითელ ჩაცმულობაზე იზრუნა მოდის ახმა მატერიამ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. მადლობა, რომ მე ვიგზენი თავი კრისტებურგად. მატერიალს ვიმღერებ ახლა. თქვენ არ გადართოთ არსად. ჩვენ მალე დაბრუნდებით და შემოდით მაგთის ინტერნეტ გვერდზე, მისამართზე live.X Factor.G. ჩვენ ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულებს. მებო ნუცუბიძე, მიშო ელიავა, რუსტამიონისა და მაგთის ერთობლივი გრანდიოზული პროექტი X Factor-ი დაბრუნდა, მეხუთე ლაივ კონცერტი გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წამდგენია მაგთი და გენერალური სპონსორი VTB ბანკი. აქვე გეტყვით, რომ გარდა იმისა, რომ VTB ბანკი გამარჯვებულისთვის არაჩვეულებრივ პრიზს აწესებს, იგი ყოველკვირეულად კიდევ ერთ კონკურსს მართავს კონკურსანტებისთვის უკვე Facebook-ზე, სადაც კონკურსანტ, რომელსაც ყველაზე მეტი მოსმენა ექნება მის ნამღერს, ის კონკურსანტი იღებს 1000 ლარს, ასე რომ იქაც შეგიძლიათ იაქტიუროთ. ძალიან კარგი პრიზებია გეგა, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს კონკურსს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურია. დღეს 5 ნახევარფინალისტი გამომჟღავდება, ასე რომ გააქტიურდით და უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ცოტა დრო დარჩა, 6-დან 2 გახდება აუთსაიდერი, რომელთაგან ერთ-ერთს ნახევარფინალში გადაიყვანენ მენტორები ხმათა უმრავლესობით. შემდეგი კონკურსანტი კი, სად არის რო ყვირი ხარ? მებო ნუცუბიძე. აბუა ჩემს მერაბი ერქვა და მერაბი დამარქვეს არც უფიქრიათ ეგრევე. მებოს ეძახიან, მე მერაბის, რა თქმა უნდა. მერაბის მოსწონს მებო. მებო რა სახელია? ერთჯერობით ესე ძალიან არა ვართ შეჩვეულები მებოს. შეეჩვევიან ალბათ. მე რომ დაუძახონ მებო. ეს წაუძახ. მამო ჩემს მებო.
მერაბი იყო ზოგადად ძალიან კარგი ბავშვი. ბავშვობიდან ძალიან ნიჭიერი. ვიზუალურად იყო ქერა, რუს გავდა. რაღაცნაირი ბავშვი იყო. პირდაპირ დაიწყო გამართული ლაპარაკი. დამახინჯებს სიტყვა არ უთხრა. ნახევრიდან ხატავდა კიდევაც, ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა. აქ მაქვს შენახული ყველაფერი, რასაც ჩვენი პატარა მერაბი ყო. ეხლა მებო ხატავდა. მე დამეცნება ხოლმე, იმიტომ რომ რავი, ყველა დახატავს მაგას, რაც მოხატავდი. მაგრამ რავი, დედის სიყვარულია, რომ გონია, რომ კარგად ხატავდა. მერაბის ყოველ გასვლა სცენაზე ძალიან განვიცდი. წრემლები მომდის ეგრევე პატარა რაღაცას. იქ ფილარმონიაში არა რა, ვერ უყურებ რა. It's like you're screaming and no one can hear. You almost feel ashamed. You feel hopeless. No one can save you. It's over. It's gone. დიდი მადლობა. მებო ნუცუბიძე იგივე ფოქსი აგეთ ბეარი და ყველა ერთად ჯგუფი Bear Foxy არაჩვეულებრივები აპლოდისმენტები მეტი კიდე მეტი სოფო გისმენ
არაჩვეულებრივი გამოსვლა იყო ნამდვილად. არაჩვეულებრივი გამოსვლა იყო ნამდვილად. სადღაც მე რაღაცა მომენტში მეგონა რომ წინა ტურში მაგალითად რომ მე თითქოს ცოტა უკან დაიხია და რაღაცა უკან გადადგა ნაბიჯი და სოფო არაფერი შეგეშალოს მე ისევ ის მგელი ვარო ესე მითხრა დღეს და ოჩახ და რა თქმა უნდა ბენდის დიდი დამსახურება იყო ეს. აბა სოფო. თამთა მებო, ბევრი კამერი მომისმენია ძალიან ამ სიმღერის მართლა და ვთვლი რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა. მე ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა. ისეთი ხარ რომ რაც არ უნდა იმღერო, მაინც შენ ჭკუაზე მოკყავს, იმიტომ რომ სხვანაირად ეს ალბათ არ შეიძლება რომ მოხდეს და არც უნდა მოხდეს ჩემი აზრით და ყოჩახთ ყველას. მადლობა. სტეფანე გისმენ. ყველაზე ძალიან რაც მებოში მიყვარს, მის ხმას აქვს საკუთარი საუნდი, არაფერში არ აგერევა, როგორც მსოფლიო ნამდვილ მუსიკოსს. და შენ საერთაშორისო ბიჭი ხარ, შენი საუნდი მე არასოდეს არ მბეზდება და ყოველთვის შენი ხმა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასავლურია, ყოველთვის ტკბილად და თბილად მეფინება და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო მინდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სტეფანე. გიორგი, როგორ მოგეწონა საერთაშორისო მებონო თუ გიძა? როგორ ფიქრობ, როგორ მომეწოდებოდა? რა ვიცი რა. ის რაღაცა საწამლავს როსო. არა, ეს უკვე გადავედით იმ ეტაპზე, რომ აღარ მჭირდება შხამის დალევა ამ შემთხვევაში. მხოლოდ მებოს შეუძლია ასეთი ვერსია შექმნას რიანას სიმღერიდან თითქოს როგორ შეიძლება რა საერთო შეიძლება კონდეს მებოს რიანას სიმღერასთან მით უმეტეს ასეთ სიმღერასთან, მაგრამ მან სრულიად გადააკეთა ეს კომპოზიცია, მაგრამ რაც მთავარია, ის დარჩა ნამდვილ მებოდ. ეს არის ნამდვილი მუსიკოსის ნიშანი, როდესაც მას შეუძლია სრულიად სხვა სამყარო აქციოს ამ შემთხვევაში მებოს სამყაროდ. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ნამდვილ მუსიკოსებს სჭირდებათ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ამიტომ მე მოვუწოდებ მაყურებელს, რომ ბევრად უფრო მაგრად დაუჭიროს მხარი, ვიდრე ის აქამდე აპირებდა ამის გაკეთებას, იმიტომ რომ მებო აუცილებლად უნდა იყოს ლიდერთა შორის ლიდერი. მის გვერდით დგანან აგრეთვე მის მსგავსად ნამდვილი მუსიკოსები, მისი ჯგუფის წევრები, DR Fox-ი, რომელიც შენახსენე და ეს მათი საერთო არაჩვეულებრივი ნამუშევარი იყო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა გიორგი, მადლობა. მენტორებო, მე კი მაყურებლებო, მსმენელებო, მოგიწოდებთ რომ აკრიფოთ ნომერი 0933030304. მე მგონი არავის ეყარება იმაში რომ მებო ძალიან მაგარია და მე ვამბობ რომ გააგრძელოს X Factor-ში მოღვაწეობა. აუცილებლად უნდა უკუშემატკივროთ და დაურეკოთ რომ ვიხილოთ მებო ნახევარფინალში მებო წარმატებას გისურვებ. არაჩვეულებრივი ხარ. და გავაცილოთ მებო აპლოდისმენტები. სულ მალე გამოვა ბოლო კონკურსანტი, ძალიან ცოტა დრო დაგრჩებათ ხმის მისაცემად, ასე რომ გააქტიურდეთ 6-დან 2 აუთსაიდერი იქნება, გადარჩენეთ თქვენი რჩეული. და ბოლო კონკურსანტი მიშო ელიავა. გენეტიკა მიშოს აქვს შესანიშნავი. ძალიან გავსართობ ბაბას. ხან-ხან მდგავარ ხოლმე და ზურგით მდგავარ და ზურგიც როგორ გიგავს საშას. მიშო იყო ზამომხიბლავი ბავშვი და ყველა ეთერებოდა. აილოყვები ყური და გატიკული ვიყავი ესეთი. აფერისა. სამწუხაროდ მღეროდა. ძალიან კმაყოფილი იყო და ეს სიმღერით. აუცილებლად თან უყვარდა, როდესაც მსმენელი ყავს. პაპა იგრეა. აპარატი გაკეთე. ძალიან არ მოსწონდა თავისი გარეგნობა. იმიტომ რომ იყო სქელი ბიჭი. დაჭდა დიეტაზე, ვარჯიშობდა, სანამ არ აღმოჩნდა აქ ესენი ბიცეპსები. სულ იმაზე ვფიქრობ, აი ეს დგას ჩემი შვილიშვილი, ჩემი სისხლი და ხორცი და მიხარია ყოველთვის და ძალიან გამოცდი.
This is the end. Hold your breath and count to 10. Feel the earth moving there. Hear my heart burst again. For this is the end. I've drowned and drowned this moment. So overdue I owe them. Swept away, I'm stolen. Let the sky fall, when it crumbles, we will stand tall, face it all together. Let the sky fall, when it crumbles, we will stand tall, face it all together. Let sky fall, let the sky fall. Where you go, I go. What you see, I see. I know I'll never be me without the security of your loving arms, keeping me from harm. Put your hand in my hand and we'll stay. It all together, let the sky fall. When it crumbles, we will stand tall. Face it all together, let the sky fall. Let the sky fall. We will stand tall. Let the sky fall. ყველა ცოცხალია? მიშო 007 ელიავა. ბრავო. ეპასება დავიწყო და ახლა მიკროფონი. სტეფანე. წინა კვირას მიშო რომ გავაკრიტიკე, ძალიან ნაწყენი და დამღვრელი დადიოდა ხოლმე კულისებში და მე მიშოს სინამდვილეში ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს როგორც პროექტი, როგორც ყოველთვის აღნიშნავ. მაგრამ თვლი რომ ალბათ მინიმუმ ტონალობა არ იყო შენი, ანუ არანაირი დრამატურგია არაფერი არ იყო აქ, ჩვეულებრივი ნამღერი იყო, ვითომც არაფერი. ესეთი შაბეჭდილება დამჩა მე. მაგრამ არ მინდა რა რომ ვიყო ეს ბოროტი ბიძია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, რაც ვფიქრობ უნდა ვამბობდე. მადლობა სტეფანე. თამთაგის მე. მე მგონი რომ მიშოს ეს სიმღერა დიდად არ უხდებოდა გიო. მე ესე მგონია და არ ვიცი შეიძლება ტონალობის ბრალიც იყო, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან უხდება სცენას და მე ძალიან მომწონს. უბრალოდ შეიძლება უკვე საკმარისი არ იყოს ნახევარფინალში მივდივარ და შეიძლება საკმარისი არ იყოს, ნუ მიყურებ, ესე იცი როგორ მიყვარს ეს ადამიანი და როგორ ხო. თუ გადახვედი შემდეგში კარგად დაფიქრდით სიმღერაზე. მადლობა თამთასოფო. მე რომ მკითხო, დღევანდელი ნამღერი მიშოს იყო ყველაზე გამართული, რაც უმღერია ვოკალურად. ამას მოახდინოთ ვამბობ. განსაკუთრებით პირველი ნახევარი იყო ძალიან გამართული ვოკალური შესრულება. ძალიან მომეწონა ნამდვილად. ცოტა მეორე ნახევრიდან რაღაცა ემოციებში ზედმეტად გადავარდა, მაგრამ მე ამას ვაფასებ.
და მომწონს დღევანდელი ნაშრომი ნამდვილად და გულახდილად. მადლობა გიორგი, როგორ იღებ კრიტიკას და რა სიტყვა მიშოს? კარგად ვიღებ, რა თქმა უნდა, კრიტიკა მხოლოდ სასარგებლოა მიშოსთვის, მით უმეტეს მიშო ყოველთვის ძალიან სწორად იღებს ყველა შენიშვნას, რომელიც მოდის არა მხოლოდ ჩემგან, არამედ სხვა მენტორებისგანაც და ამის შედეგია სწორედ რომ მიშო წინ მიდის. მე ვთვლი რომ ვერ დავეთანხმები სტეფანეს და ვთვლი რომ ზუსტად ძალიან კარგად მოიტანა მიშომ ის ემოცია, რომელიც უნდა მოსულიყო ამ სიმღერიდან, ის ცოტა აპოკალიფტიკური, თითქოს დასასრულის შეგრძნება და სწორედ ამით იყო განპირობებული ისიც, რომ მან ემოციურად გამოხატა ძალიან სწორად, ჩემი აზრით, ის რაც დევს ამ სიმღერაში, მით უმეტეს მიშოს უკვე მეორე დაკისრია ძალიან რთული როლი, რომ დახუროს ეს კონკურსი, მას შემდეგ კონცერტი, უბრალოდ მას შემდეგ, რაც მის წინ ძალიან ბევრი ძლიერი შემსრულებელი გამოვიდა, ასე რომ მისი ამოცანა გაათმაგებულია ხოლმე ამ შემთხვევაში. ნუ ჩვენ შემთხვევაში გაექვსმაგებული. და მან ძალიან კარგად გაართვა თავი ამ ამოცანას. მე მაყურებელს მოუწოდებ მიშოს შემთხვევაშიც, ვინაიდან ის ისევ ბოლოა, როგორც ეს წინა კონცერტზე იყო, ძალიან ცოტა დრო რჩება, რა თქმა უნდა, ხმის მისაცემად და განსაკუთრებით იაქტიუროს იმისათვის, რომ მიშო არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს აუთსაიდერებში, ვინაიდან თუ ის აუთსაიდერებში მოხდა, მაინც კრიტიკულები არიან მის მიმართ და მე ვთვლი, ცოტა არასამართლიანად ჩაგრავენ ჩემი კოლეგები მას. ამიტომ შეიძლება ეს მისი ბოლო გამოსვლა იყოს, თუ ის აუთსაიდერებში მოხდება. ამიტომ ეს არ უნდა მოხდეს. ეს არ უნდა მოხდეს და ამიტომ მას უნდა დაუმესიჯოს მაყურებელმა და დაურეკოს ძალიან აქტიურად. დიდი მადლობა გიორგი, წევრებო, მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ მიშოს ნომერია 09930302. თქვენი აქტიურობთ იმისათვის, რომ გადავიდეს გარანტირებულად ნახევარფინალში. აუცილებლად უნდა გააქტიურდეთ, რადგან სწორედ თქვენ მიგყავთ კონკურსანტი გამარჯვებამდე. ასე რომ გაუკეთეთ საკუთარ თავს მობილიზაცია და აუცილებლად დაურეკეთ მიშოს და გავაცილოთ აპლოდისმენტებით მიშოს სცენიდან. ჩვენ კი უახლოვდებით კულმინაციურ მომენტს. არ გადართოთ, შემოგდით მაგთის ინტერნეტ ოთახში live.x-factor.g. ძალიან ცოტა დრო რჩება ხმის მიცემამდე და ყველაზე დრამატული მომენტით დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. რეკლამის შემდეგ. მის მიღება შეწყდა შოუს ყველაზე დრამატული ნაწილი. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვინ აღმოჩნდება აუთსაიდერებში და რა მოხდება მენტორების გუნდებში. X-Factor-ი დაბრუნდა რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში და ჩვენ ყველანი ველით მაყურებლის გადაწყვეტილებას. 6-ვე კონკურსანტი უკვე სცენაზე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგანს უნდა ნახევარფინალში მოხვედრა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ერთი კონკურსანტი დატოვებს პროექტს. სულ ცოტა ხანი დავრჩა. ზარების გასაშვება ცოტა რომ გაგიარდიოთ, მოდით კიდევ ერთხელ ნახოთ ჩვენი 6 კონკურსანტის გამოსვლები.
together let the sky fall. When it crumbles, we will stand tall. Face it all together at skyfall. Let the sky fall. დადგა ყველაზე დრამატული მომენტი. 10 წამი რჩება შოუს შეწყვეტამდე. და წამწამი ჩაირთო. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. მის მიცემა შეწყდა ველოდებით შედეგებს. სულ ცოტა ხანში გავარკვევ ამ 6-დან რომელი 2 გახდა აუთსაიდერი. მანამდე კი მოდით გავიგოთ ვინ გახდა დღევანდელი დღის ლიდერი და შესაბამისად ყველაზე მეტი ხმით ვინ გადავიდა გარანტირებულად ნახევარფინალში. სულ შემოსულია 51,000 54,000 487 ხმა და ამ ხმების უმრავლესობა აიღო ერთმა კონკურსანტმა. ეს გახლავთ ჯგუფი სპარკო. გილოცავ გოგოებო. გილოცავ. სოფო შენც გილოცავ. ეხლა კი სოფო გილოცავ. უნდა გავიგოთ ვინ მიიღო ყველაზე ნაკლები ხმები და შესაბამისად ვინ გახდა აუთსაიდერი. პირველი აუთსაიდერი დღევანდელი დღის გახლავს მებო ნუცუბიძე. მოდი მებო. გიორგი. და მეორე რომელმაც ასევე ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო დღეს არის სალომე ტეტიაშვილი. სალომე. ყველა განარჩენ კონკურსს ვლოცავ ნახევარფინალში გადასვლას. ეხლა უკვე ჟიურის მენტორებს მოგიწევთ ხმა და უმრავლესობით მიიღოთ გადაწყვეტილება რომელი დარჩება პროექტში და ვინ გახდება ნახევარფინალისტი. სტეფანე, მოდი შენ გადავიწყოთ. ვის აძლევ ხმას? მინდა ერთი რაღაც ერთი წუთი თუ შეიძლება. თუ შეიძლება. თუ შეიძლება ვიტყვი რა, ესე იგი რაშია საქმე, რომ ჯერ ვიტყვი იმას სალომეს რეპერტუართან დაკავშირებით უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე მაინც მიმაჩნია რაც ეხაც თავიდან უსმინე და ძალიან კარგად იმღერე მართლა სალომე, მართლა კარგად იმღერე და ბავშვობიდან ამ მომღერალს უსმენს და მის საყვარელი შემსრულებელი მივეცი და აი ესეთი კრიტიკის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი, ვფიქრობ. მებო, აი ეს ვიხრი ქეთს შენს წინაშე, მაგრამ სალომე ჩემი გუნდის წევრია და ძალიან დიდი ბოდიში ჩემ ხმას ვაძლევ სალომეს. მაგრამ უმაგრესი მუსიკოსი ხარ და თვლი რომ ესეც უსამართლობაა რომ შენ ახლა გახარ ბოდიში. მადლობა სტეფანე, ერთი ხმა სალომეს. გიორგი შენ ვის აძლევს? მე ვთქვი, როდესაც მებოზე ვსაუბრობდი, რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა ნამდვილ მუსიკოსებს სჭირდებათ ხოლმე, მაგრამ მათ ხშირად არ აქვთ ხოლმე ეს მხარდაჭერა და სახეზე გვაქვს სწორედ ეს შემთხვევა. შეუძლებელია. ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ მებო იდგეს აუთსაიდერებში. წარმოუდგენელია. მე რა თქმა უნდა, მებოს უჭერ მხარს და არა იმიტომ, რომ მისი მენტორი ვარ. მადლობა გიორგი, ერთი ხმა. მებოს გადავიდეთ მიუკერძოებულ. სოფო, შენი ხმა ვის ერგება ამ ორი აუთსაიდერი? მე საერთოდ ვიტყვი, რომ ალბათ არავის დადგომა არ არის აქ სამართლიანი ესე ზოგადად, მაგრამ ესე მოხდა. მე ჩემ ხმას ვაძლევ ზოგადად რომ შევაჯამო ყველა კონცერტიდან გამომდინარე და ყველა ლაივიდან გამომდინარე და არა მარტო წინა ლაივებიდან, ალბათ დღევანდელითაც ვიმსჯელებ, ანუ დღევანდელი ნამღერიდან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას. არაჩვეულებრივი იყო სალომეც, ყველა ტურში, ყველგან განსაკუთრებული და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი იყო მებოც ყოველთვის და იყო რაღაცა განსაკუთრებული ნიშით და მე ვაძლევ ჩემ ხმას
მებოს. მებოს უკვე 2 ხმა აქვს, სალომეს 1 და გადამწყვეტი ხმა არის თამთასი. თამთა შენ ვისაძლევ ხმას. ერთი კარგი აქვს და ერთი ცუდი ამ ყველაფერს, როცა შენი არ დგას. ბევრად რთულია გადაწყვეტილების მიღება. თამთა იცით სალომე როგორც ყველას ალბათ მეც რაღაც ემოციებს მიღვიძებს რაღაცნაირს და ხშირ შემთხვევაში დამიჯერეთ ჩემი თავისთავად ჩემი დარებია რაღაცებს შალთ სალომე და ძალიან უთანაგრძნობ ყველაფერში და მის გვერდით ვიყავი ამ ხის განმავლობაში, მაგრამ თუ გადავხედავთ ზოგადად X ფაქტორს მე ვთვლი რომ მიუხედავად როგორც გიორგი მაგნიშნა წინა ლაივზე როცა თორნიკე იყო ამათ ადგილას შეიძლება ამ წუთას ამას არ უნდა ვაკეთებდე იმიტომ რომ იმას უნდა გაუვფრთხილდე იქით მაგრამ მე ესეთი ბოროტი არ ვარ და ვერც იქნები ვთვლი რომ მებო უნდა დარჩეს პროექტში სამი ხმა მებოს სამწუხაროდ სალომეს ყოველ ერთი ხმა მიიღო თავისი მენტორისგან ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ სალომეს ძალიან დასანანია ძალიან ხო სალომე აპლოდისმენტებს იმსახურებს და დავუბრათ ტაში მებოს ულოცავ ნახოთ შედეგები პროცენტულად როგორ გადააწილდა შევაჯამოთ გიორგი დარჩა ორი კონკურსანტით ნახევარფინალში დანარჩენი ჟიურისწერები კი თითო კონკურსანტის წარდგებიან არ გადართოთ შემოდით მაგთის ოჯახში ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შემდეგ ორშაბათს გრანდიოზული ნახევარფინალით დავბრუნდებით ნახვამდის ერთი კვირით